საღამომშვიდობის ეთერშია ევროპული არჩევანი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი. მე ვახო სანაია ვარ და წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემას. ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა დასაქმება, დასაქმებულთა რაოდენობა, თვითდასაქმებულები, უმუშევრები, უმუშევრობის დონე და მიზეზები საქართველოში. დღეს დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ჩვენი სტუმრები არიან ხელისუფლების, ოპოზიციის, ევროკავშირის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების წარმომადგენლები. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი თემა არის დასაქმება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს საქართველოში, რასაც აჩვენებს ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები, მე როგორც გითხარით, არიან ხელისუფლების, ოპოზიციის, ევროკავშირის, არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლები. ბევრი სტუმარი ყავს, ყველა მათგანს მივესალმები და მათ წარმოგიდგენთ მაშინ, როდესაც დაუსვამ შეკითხვას. პირველ შეკითხვას დაუსვამ დასაქმების მინისტრ ბატონ პაატა ტრაპაიძეს. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და ჩემი შეკითხვა იქნება შემდეგი. დღეს გამოქვეყნდა NDA-ის დასკვნა, ესე იგი კვლევების შედეგი და გამოკითხულდა 79% ამ კვლევის მიხედვით მიიჩნევს, რომ უმუშევარია. თქვენ ეყრდნობით ამ ციფრსაც თუ გაქვთ კიდევ სხვა მონაცემი? ჩვენ პირველ ყოვლისა უნდა მოგახსენოთ, რომ რეალური ბაზა მონაცემთა არ აქვს. NDA-ის ციფრებს რომ არ დავეყნო, არავითარი უფლება არ მაქვს. მაგრამ მე მინდა გავარკვიე უბრალოდ, რომ ამ ხალხის რა პროცენტი თვლის თავს იმის გამო, რომ იგი მუშაობს და თავისი პროფესიით არ მუშაობს, თუ რეალურად მართლა უმუშევარია. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, უმუშევრის სამართლებრივი სტატუსია. ჩვენ საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ამისი, ჩვენ არაფერს ახალს არ ვიგონებთ და ჩვენ უნდა შევქმნათ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსი. ჩვენ ვაპირებთ შევიდეთ ყველა ოჯახში. ამ ეტაპზე 25 ივლისიდან 3000 ჩვენი წარმომადგენელი შედის ოჯახებში და 25 ქალაქში გამოიკვლევს ოჯახებში რა მდგომარეობაა, ვინ არის მართლა უმუშევარი და ვინ არის სამუშაოს მაძიებელი, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჯერჯერობით ჩვენს წარმოდგენა გვაქვს, რომ ის ადამიანი, რომელიც მუშაობს არა თავის პროფესიით, მაგრამ თავის თავს თვლის უმუშევრად, ის ამ ეტაპზე ალბათ სამუშაოს მაძიებელია და გასაგებია. 6000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა ამ გამოკვლევის ფარგლებში და ნუ თქვენს ასე ვთქვათ აქცენტზე მინდა ვუპასუხო, რომ ამ 79%-დან, რომელიც მე აქ დავასახელე, მათგან 47% ამბობს, რომ ეძებს სამსახურს და 79%-დან 20% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, მაგრამ აი ეს 47% არის ის, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ 47% ალბათ იქნება და რატომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, რამდენი ამ მათ შორის მოტყუებული. ის მეძახი მე მოტყუებულს. 90-იან წლებში მათ სხვადასხვა სარდაფებში, სხვადასხვა სკოლებში გახსნილ ეგრეთ წოდებულ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში მიიღეს დიპლომები. სამწუხაროდ მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ისინი მოტყუებულები არიან. მათ არ აქვთ იმ კვალიფიკაციის ცოდნა, რომელ კვალიფიკაციასაც დღეს ითხოვს ბიზნესი. ან თუ გინდათ სახელმწიფო სამსახური. და ალბათ მათ უნდა დავეხმაროთ ჩვენ პირველ რიგში, რომ უმოკლეს ვადაში შეძლონ მათ კვალიფიკაციის შეცვლა, გადამზადება ან რამე მსგავსი რამ, რომ იპოვოს თავის თავს. კი ბატონო, გასაგებია, ჩვენ მიზეზებზე ბუნებრივია ვისაუბრებთ ამ გადაცემაში, მანამდე კვლევის შედეგზე ბატონ ლევანსაც მინდა ვკითხო. იყო თუ არა თქვენთვის მოულოდნელი ეს 79%? არა, ეს კვლევა NDA-ის მიერ პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს კვლევა პირველი არ არის უმუშევრობასთან დაკავშირებით, NDA ბოლო 2 წელია ყოველთვის დებს აი ამ კითხვას ხარ თუ არ უმუშევარი, იქ არის დაყოფილი, ნუ ეს კითხვა 34%, რაც ითქვა, იქ არის ვარ უმუშევარი და ვეძებს სამსახურს. ანუ აი ამ კატეგორიის ადამიანები ბუნებრივია. მაგრამ აი 79% აქამდე ასეთი არ ყოფილა ბატონო. 79% ასეთი ციფრი წინა გამოკვლევებში არ ყოფილა. 79% არის აღებული ეკონომიკურად აქტიური, ასე ვთქვათ, მოქალაქეები და ანუ გამოკლებული ამ ადამიანების ეს რის ყოველთვის ესე იყო, უბრალოდ მთელი მოსახლეობის 34% რო აიღოთ, გამოაკლოთ 15 წლამდე ბავშვები, პენსიონერები და იმაში აიღოთ, იქ ბუნებრივია ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ თვითონ მეთოდოლოგიაზე ძალიან ბევრი კამათი მიდის, იმის დამიხედვით ნახევრად სავსეა ჭიქა თუ ნახევრად სარეელი, 34% იყოს უნდა თუ 79%, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკა კარდინალურად განსხვავდება იმ სტატისტიკიდან, რომელიც შემოგთავაზა იგივე სტატისტიკის ოფიციალურმა, ასე ვთქვათ, სტრუქტურამ, ჯეოსტატ-ჯეზე შეგიძლია შეხვედრით, სადაც ჩვენი საქსტატს აქვს განთავსებული თავის მეთოდოლოგიაც უმუშევრობის, როგორ ის აფასებს, თუმცა ეს კანონით
თავის დროზე არსებობდა კანონი, რომელიც 2006 წელს გაუქმდა, სადაც ეს სტატუსი არსებობდა. ახლა მე ამ ბოლო დროს ხელისუფლებას რო ვუსმენ, ასე მგონია, რომ თავის ოპოზიციაში გადავიდეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ის რაზეც ახლა ახლა დანიშნული მინისტრისგან მოვისმინე, ამაზე ჩვენ 2008-ში, 9-ში და 10-ში მიხეილ სააკაშვილისგან ცალსახა პასუხი მივიღეთ, რომ ეს რა სიცვლელეა ხალხო, ამაზე ფული ჩვენ როგორ უნდა დავხარჯოთ, რა კვალიფიკაციის გადამზადება რა ის არის სამუშაო ადგილების შესაქმნელად არ არის საჭირო ის თანამდებობა, რაზეც ახლა მთავრობამ შემოგთავაზა, იმიტომ რომ მაშინ გვეუბნებოდა, რომ ეს თანამდებობა ის არის დამატებითი ბიუროკრატია და არ ჭირდება ახალი სამუშაო ადგილებს თუ სხვა ტიპის ეს თქვა ადამიანების დასაქმებას ესეთი ბიუროკრატიული აპარატი. დღეს თავის ოპოზიციაში გადავიდა და ახლა გვიმტკიცებენ, რომ ეს სწორი ყოფილა და აგერ წარმოდგენილია მინისტრი, რომელიც ამაზე უნდა იმუშაოს. თუმცა ფაქტია, რომ მეთოდოლოგიისამდე ამ მუშაობას დაიწყებენ, ჯერ ძალიან მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რა მეთოდოლოგიაზე უნდა ვიცოდეთ, რა მეთოდოლოგიაზე საუბარი, ვის რას როგორ მივიჩნევთ, იმიტომ რომ თავი აი ხო ოფიციალური სტატისტიკა რო აიღოთ იგივე სტატის დაყოფა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის მიხედვით, სოფელში თურმე 6%-ზე მეტი უმუშევარი არ არის. დანარჩენი თვითდასაქმებულია, იმიტომ რომ 65,000-ში ნამეურნეობას, 6,500-ში თვითდასაქმებულების დასაქმებულებში. იცი როგორ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა კატეგორიის მიწა, რომელზეც შეუძლია ეკონომიკური აქტივობა აწარმოოს, ისი თვლება თვითდასაქმებულად და ამიტომაც ის უმუშევრებში არ შედის, მაგრამ მეორეს მხრივ ამ კატეგორიის ადამიანების საკმაოდ დიდი წილი შეგვიძლია გადავამოწმოთ, აგერ ბატონი ოთარი ბრძანდება, არის შეყვანილი უმწეოთა პროგრამაში, რომელსაც აქვს ეს მინიმალური მიწა და თვითდასაქმებულად ითვლება და ამ დროს უმწეოთა პროგრამაში და სახელმწიფო აძლევს 30 ლარს, რომ შიმშილით არ მოკდეს. ცოტა უცნაური სტატისტიკაა, ხო? მეორეს მხრივ იგივე ქალაქის ტიპის დასახლებებში ახლა ოფიციალური სტატისტიკა არის კატასტროფული 27-28%, რომელიც რეგიონების მიხედვით ახლა თბილისში 30%-ია ოფიციალურად, მაგრამ ესეც ბუნებრივია იმის გამო, რომ არ არსებობს ზუსტი მეთოდოლოგია და ესეთ კვლევები არ ჩატარდება, ესეც გარკვეული რა იმპერიული მონაცემებს ეყრდნობა, ხო რთულია, ხა ამის თომილება ალბათ გაცილებით მეტია, იმიტომ რომ კი გვეუბნება მეთოდოლოგიის დათვლის დროს ეს საქსტატი რომ გარკვეული ადამიანები დადიან და სიმართლე გითხრათ ამ პერიოდში ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ 98 წლიდან ეს წესით ეს მონაცემები გროვდება, ვიღაცას მაინც ამ ადამიანიდან ერთს მაინც უნდა გაეგოს, რომ ვიღაცა მოვიდა და იკითხა რამე, არავინ არ მოსულა და არავის ამიტომ ეს მონაცემები ბუნებრივია საკმაოდ მაღალი ალბათობით თომილებებს შეიცავს და შეიძლება უფრო მძიმე სიტუაცია იყოს, ვიდრე კარგი, გასაგებია, ბატონ ოთარც მინდა დაუსვა შეკითხვა, ბატონმა პაატამ ახსენა ერთი მხარე ვთქვათ, რატომაც დასაქმები უმუშევართა რაოდენობა არის ასეთი, მან თქვა რომ მოტყუებულია ნაწილი, ხო? ვინც ხო, ვთქვათ დიპლომი აიღო 90 მიზეზები, მაგრამ ამაზე ალბათ გასაგები. აი მთავარი მიზეზები, ბატონ ოთარ, მოდი ამაზე ვისაუბროთ. რატოა ასეთი მაღალი დონე უმუშევრობის საქართველოში? მადლობთ, მოგესალმებით. რასაკვირველია, ჩვენ ახლა ვეხებით უმუშევრობის სტრუქტურას, მაშინ როდესაც ჯერ ქონდა დეფინიციებზე საუბარი, ვინაიდან დეფინიციები გამომდინარეობს სტრუქტურიდან და მის ისტორიულ წანამძღვრებზე. ეს უმუშევრობა უცებ არ გაჩენილა ქვეყანაში, ჩვენთან ამ 5-6 წლის წინათ, ამას აქვს თავის ისტორიული წანამძღვრები, როდესაც სოციალისტური ურთიერთობის, შრომითი ურთიერთობის სისტემა დაიმსხვრა, ეკონომიკა არ განვითარდა და გაჩნდა ქვეყანაში ათეულ ათასობით ლტოლვილი, ადგილმონაცვლე, მიგრანტი, ემიგრანტი. საწარმოები იცით რა მდგომარეობაში იყო, თვითონ დამსაქმებელთა სტრუქტურაც შეიცვალა, ამას დაემატა სწორედ სურვილი დასაქმებისა და როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, ასე ვთქვათ, ყალბი, შტაბეჭდილება დასაქმების შესაძლებლობებისა ადგილებზე, ასევე სწავლების დიდი სურვილი და პრაქტიკულად ის არაორგანიზებულობა და ქაოსი, რომელიც ჩამოყალიბდა უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში. ამის შემდგომ თქვენ კარგად იცით, რომ ამ საკითხის შემოტრიალება ერთი დაკვირით, ერთი შეხედულებით არ ცოდნით საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა, ვინაიდან ეს საერთოდ ახალი იყო მაშინ ჩვენთვის. ამას გამოცდილება ჭირდება ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდან. ამან ყველაფერმა შექმნა ის, რომ ჩვენ მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც შესაძლებელი გახდა თითქოს პირველ ეტაპებზე, რომ შექმნილიყო სწორი დასაქმებულსაქმიანი ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, სწორად აღვერიცხა თითქოს სტატუსი და რაოდენობები, მაგრამ შეგახსენებთ იმ ორ ძირითად კატაკლიზმას, რომელმაც მნიშვნელოვნად დახია უკან როგორც ეკონომიკა, ასევე ქვეყნის მენტალიტეტი და მისი მდგომარეობა. ასე რომ, სანამ არ შეიქმნებოდა ის წანამძღვრები, რასაც ქვია ეკონომიკის გაჯასახებისკენ მიმართული გზები, საგადასახადო თვალსაზრისით, საბაჟო თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯის შექმნის თვალსაზრისით, სანამ არ ჩამოყალიბდებოდა, ასე ვთქვათ, გარკვეული ურთიერთობები, თუნდაც ლტოლვილთა დიდ რაოდენობასთან და მათ განსახლებასთან და მათ დასაქმებასთან
პროცესთან დაკავშირებით, სანამ არ შეიქმნებოდა ქვეყნის მიმზიდველი ეკონომიკური იმიჯი, მანამდე მერწმუნეთ, რომ ყველა საუბარი განწირული იქნებოდა. გასაგები, აი დღეს რო ვისაუბროთ დღევანდელი მოცემულობით. სამუშაო ადგილები, უფრო მეტი სამუშაო ადგილები, ყველა პარტიის, ასე ვთქვათ, თავარი ლოზუნგი არის ეს, ხო? დღეს რა პრობლემებია ამ მხრივ? პირველი პრობლემა ეს არის, როგორც თქვით, ეს არის აღრიცხვენობის პრობლემა, მეტი გეოგრაფიული, სტრუქტურული თვალსაზრისით, სად, როგორ, რა მუშახელი გჭირდება. მეორე, გვაქვს თუ არა ამის შესაფერისი განათლების მქონე ადამიანები და საჭიროებენ თუ არა ისინი განათლებას დასაქმების პროფილების და მიხედვით. მესამე, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ იმ დასაქმებით, რასაც ისინი მიაღწევენ, როგორი იქნება მათი სოციალური დაცვა, როგორი იქნება მათი გარანტიები, როგორი იქნება მათი შრომითი ხელშეკრულებები. პრაქტიკულად ეს ყველაფერი ქვეყანაში ნაწილობრივ არის ნამუშევარი, მაგრამ თავიდან შექმნილია და შესაძლოა. კარგი, გასაგებია, ბატონი შტეფენ შტორკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პროექტების განყოფილების უფროსი მოადგილე, მას მინდა დაუსვა შეკითხვა. თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა უმუშევრობასთან დაკავშირებით საქართველოში? რატომ რჩება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მთავარი პრობლემაც საქართველოში ეს საკითხი? Let me start by saying that unemployment is not only a problem for Georgia, but იმის განცხადებას, რომ ეს უმუშევრობა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს ევროკავშირშიც არსებობს. ესა თქმა უნდა შეიძლება გამარტივებულად იქნას აღქმული, რომ მიწოდება და მოთხოვნის სფერო არ არის დაკმაყოფილებელი დასაქმების სფეროში, მაგრამ მთელი რიგი ფაქტორებია დაუშვათ, აი მოთხოვნის სფეროს შეგვიძლია გავუკეთოთ აქცენტირება, ეს არის დამ საქმებლები, იმისთვის რომ შექმნან სამუშაო, ხალი სამუშაო დაიყვანონ. და მეორე მიწოდების თემა, სადაც არ არსებობს საკმარისი კვალიფიკაცია, მობილურობა და ყველა ეს თემა, ეს არის ის პლატფორმა, სადაც ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს ხვდება და აქ შემოდის ევროკავშირი თამაში, ჩვენ პროფესიულ განათლებისა და ტრენინგის პროგრამებს თავაზობთ, სადაც კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობთ, განათლებაზე, ასევე ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემა დაკავშირებული უმაღლეს განათლებასთან, Erasmus Mundus და Tempus-ის პროგრამის მეშვეობით, სადაც further education is given in the EU. შემდგომში უკვე განათლებას ევროკავშირში იღებს სტუდენტი, პლუს თელი მოცულობით იდეა, რასაც ქვია შესრულება და გაზრდა მობილურობის, ეს რაც გულისხმობს მაძიებელი და მიმწოდებელი სამუშაოსი, ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ საქართველოსის პრობლემა, მაგრამ საქართველოს უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ მოაგვაროს აღნიშნული პრობლემები იმ მიმართულებით, რასაც ქვია შემცირება არსებული დონის თავისი პარტნიორების თანამშრომლობით, დონორებთან ურთიერთობით და ასევე კოორდინირებული მიდგომით და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეიქმნას სტრატეგია, ველოდებით ამას, ესე ვთქვათ, რომ კოორდინირებულად მოხდეს, რომელიც სოციალურ პარტნიორებსაც მოიცავს, რომელიც აუმჯობესებს სამუშაო პირობებს, რაც გულისხმობს სოციალურ დიალოგს პარტნიორებთან, დამსაქმებლებთან, თანამშრომლებთან და ეს ფაქტიურად ერთად უნდა შევაჯეროთ ყველაფერი, რაც გაუმჯობესებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შესაძლებლობებს გაუმჯობესებს მაძიებელთა პირობებს საქართველოში. ბატონო ირაკლი, თქვენ მინდა კითხოთ, საუბრობთ მიზეზებზე უმუშევრობის და საინტერესოა თქვენი მოსაზრება და შემდეგ სხვებსაც მივცემთ საშუალებას. მოგესალმებით. უმუშევრობა, როგორც ბატონო ბრძანეს, ეხლა არ დაწყებულა, კარგი ხანია ჩვენ მზარ დინამიკას ვადევნებთ თვალს და მიზეზი, რა თქმა უნდა, აქ ჩამოთვლილი მიზეზების გახლავთ, მაგრამ ამავე დროს მიზეზი გახლავთ აბსოლუტურად ნეოლიბერალური მიდგომები ბაზრის მიმართ, რომ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ყველაფერი, რომ შრომითი ბირჟები არ უნდა არსებობდეს, რომ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო დასაქმების სამსახურები, თუმცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 92-ე კონვენცია ის საკითხი, რაზეც ახლა სახელმწიფო მუშაობს და რის გამოც დაინიშნა ახალი დასაქმების მინისტრი ნათლად არის გაწერილი, რა შეუწყობდა ხელს საქართველოში აი ამ ფორმით დასაქმებას და წინ წაწევას. ნუ ბუნებრივია, როდესაც მხოლოდ NDI-ის
დასკვნებზე ეყრდნობა ქვეყანა და სახელმწიფო სამსახურებიც, ხოლო NDI-ის დასკვნებიდან გამომდინარე საუბრობენ და ამბიცია არ გააჩნია სახელმწიფოს, რომ შრომითი ბაზრის კვლევა ჩაატაროს, ქვეყანა შრომითი ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. შეიძლება მხოლოდ ვიმკითხავთ ამ საკითხებზე, თუ არა ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ნაწილი სამსახურებისა, რომელიც ამ კუთხით მუშაობს შრომის სამინისტროში და ჯანმრთელობის სამინისტროში, მხოლოდ და მხოლოდ დასახელებაშია შრომა და ერთ სპეციალისტსაც კი ვერ ნახავთ შრომის სპეციალისტს. მე არ ვიცი რა ბაზაზე უნდა იმუშაოს ამ ახალმა სამინისტრომ, მაგრამ უმუშევრობად აი ამ კვლევის შედეგებსაც თუ დავეყნობით, უმუშევრობად თავს ასევე თვლიან ის ადამიანები, რომელთა უფლებებიც ირღვევა, რომელთაც არ აქვთ ნორმალური სამუშაო და მხოლოდ დასაქმება და დასაქმებაზე ამ რიტორიკის აგება საკმარისი ბუნებრივია, რომ არ იქნება ღირსეულ დასაქმებაზე აქ საუბარი და ადამიანები, რომლებიც ღირსეულად არ არიან დასაქმებული, ისინი თავიანთ თავს უმუშევრებს მიაკუთვნებენ, რომელსაც ზეგანაკვეთური შრომა არ უნდა ზღაურდებათ, რომელსაც ნორმალური კონტრაქტი არ აქვს, რომელსაც ნორმალური სამუშაო პირობები არ აქვს, იმ 22% ადამიანებისა, მოქალაქეებისა, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს შემოსავალი და ხელფასი, აბსოლუტურად ბუნებრივია ეს ადამიანები თავს უმუშევრებლად თვლიან. რა კეთდება ამისთვის? კეთდება ის, რომ ვითომ დაარსებობს ქვეყანაში პროფესიული გადამზადება, მაგრამ უფრო დისკრედიტირებულია ეს პროფესიული სასწავლებლები და სწავლება, ვინმე ეს იყო კომუნისტების დროს და ის, რომ პროფესიული სწავლება ნორმალურად არ მიმდინარეობს, ამაზე თუნდაც სანაპიროზე მშენებარე იუსტიციის სახლი მიუთითებს, სადაც უმრავლესობა დასაქმებულებისა ჩინელები არიან და არა იმ მესულაც არა ვარ წინააღმდეგი, რომ აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იმუშაონ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ შესაბამის სპეციალობის ხალხი ეთყობა არ აყავს აქაურ დასაქმებულს და უცხო ქვეყნიდან ჩამოყავს სპეციალისტი. მე მახსოვს BIP-ის პროექტი, როდესაც შემდუღებელი არ ყავდათ და კოლუმბიიდან ჩამოიყვანეს შემდუღებელი. არა, ამას სახელმწიფოც ამბობს თავადაც, რომ ეს არის პრობლემა. ხო, მაგრამ ამბობს ერთია, მაგრამ ამას სპეციალ მიდგომები ჭირდება, ამას ჭირდება კვლევა, ამას ჭირდება ბაზის შექმნა, ბანკის შექმნა იმ ადამიანებისა, ვინც არის უმუშევარი, იმ ადამიანებისა, ვის რა უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, პროფესიონალიზმი გააჩნია. შემდეგ ამ ბანკის მიხედვით დამსაქმებლებთან მჭიდრო ურთიერთობა, ბაზარი რა პროფესიებსაც ავი, მაგალითისთვის გეტყვით. ჩვენ გვაქვს ახლა საფრანგეთთან ხელშეკრულება და აბსოლუტურად ლეგალურად შესაძლებელი გახდა, რომ 700-მდე ჩვენი მოქალაქე ყოველწლიურად იყოს დასაქმებული საფრანგეთში. მაგრამ არავის არ აუხსნია და არც სახელმწიფო სამწუხაროდ ახლა ამასთან დაკავშირებით მას ალბათ ინფორმაცია არ ქონდა, რომ ეს ადამიანი უფლებებში გაერკვია. რას ითხოვს დაუშვათ საფრანგეთის შრომის ბაზარი, რა პროფესიებს ითხოვს, რომ პროფსასწავლებლებს ამ კუთხით გაეკეთებიათ გადამზადება ხალხის. მეორეს მხრივ კიდე ვიცით თუ არა და აღჭურვათ თუ არა ამ ადამიანებს იმ უფლებებით, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა აბსოლუტურად ერთ-ერთში აწესებს უფლებებს, ის რაც აქვს საფრანგეთის მოქალაქეს, იგივე უნდა კონდეს ჩასულ მიგრანტ, ლეგალურად ჩასულ მიგრანტს და ხშირად ეს ადამიანები ტრაფიკინგისა და იძულებით შრომის მსხვერპლი ხდებიან. თუმცა არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთ, ეს საქართველოშიც ხდება და ამიტომაც ვამბობ, მხოლოდ დასაქმება პრობლემას ანულირებას ვერ მოახდენს. კიდევ მოგცემთ ბატონო ირაკლი საშუალებას, მოდით სხვებსაც ძველ რომშიც იყო დასაქმებული ხალხი. ლაპარაკობთ ბატონო ზურა. თქვენ მინდა გამოთქვა თქვენი აზრი დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით. ხო, რა კიდე რა აზრი მოვისმინე, ბევრ რამეზე მინდა და კომენტარის გაკეთება, მაგრამ ალბათ ამდენი დრო არ მექნება, ამიტომ რაღაც ჩემს აზრით რაც მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთი მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რაზეა როცა ვსაუბრობ დასაქმებაზე და ვთქვათ NDI-ის ციფრებს, კვლევის ციფრებს ვნახულობთ, უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან დასაქმება, რომელიც რაღაც სტანდარტებით ითვლება და დასაქმება, როგორც ადამიანების მიერ აღქმული თვითონ თავს როგორ თვლიან დასაქმებული არიან თუ არ არიან. ის რომ საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლად და ამ ადამიანებს აქვს რაღაც 1 ჰექტარი მიწა და მუშაობენ. საერთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, რომელსაც იყენებს საქსტატი და მე არ მინდა ხალხში დაბეჭდება დაჩესო საქსტატი ან ხელოვნურად აყალბებს მონაცემებს, ან კომპეტენცია არ ყოფნით, ძალიან კარგად ითვლიან საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ადამიანები ითვლებიან დასაქმებულებად. უბრალოდ თქვენ ამ ადამიანებს კითხავთ ხართ თუ რა დასაქმებული, ისინი საბჭოთა კავშირის დროს რომ თავის მიწასაც ამუშავებდნენ, პლუს კიდე კოლმეურნეობაში მუშაობდნენ, ანუ ხელფასს იღებდნენ. ეს რადგან მოეხსნათ ახლა და მარტო მიწა დარჩა, ცხადიან თვლიან, რომ ისინი დასაქმებული არ არიან. ამიტომ ეს განსხვავება ყოველთვის არსებობდა 70% იმათ რა უყოთ იმ შინამეურნეობაში. გასაგებია შინამეურნეობაში თუ უსასყიდლოდ თავის მეურნეობაში მუშაობს, იმას თulit დასაქმებულად. ანუ თვით დასაქმებულად, ბოდიში ის უმუშევარი არ არის ამ ოფიციალურად, მაგრამ
თუ მისი შემოსავალი სარსეო მინიმუმიც არ არის. მაგაზე გადავალ, ანუ ეს ეს ორი სხვადასხვა თემაა. ერთი არის საუბარი დასაქმება და დასაქმება ითვლება რაღაც სტანდარტებით, მეთოდოლოგიայի ბატონო ლევან როგორც ახსენა ვებგვერდზე დევს, საქსტატის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ რომ ეს ითვლება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები და ეს ასე არის. მე დავეთანხმები ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ ჩვენთან ამ თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა არ არის და ჩვენთან და უმუშევრობა არის 15-16%, როცა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მაღალი, მაგალითად საბერძნეთში, ესპანეთში არის 25%-მდე, პორტუგალიაში დაახლოებით იგივე ციფრები არის. ანუ ჩვენ პრობლემა რეალურად გვაქვს, ანუ ცხადია ეს პრობლემა არის 16% არ არის დაბალი ციფრი, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ამის თქმა მინდა. ჩვენ პრობლემა გვაქვს აი ეს რაც ბატონ ლევანი საუბრობდა, არა დასაქმებაზე, არამედ შემოსავლის დონეზე და ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ პრობლემა არის შემოსავლის დონე. ადამიანები ვინც არის მათ შორის თვითდასაქმებულები, მათი შემოსავლის დონე არის დაბალი, თორე ისინი მუშაობენ რაღაც საკეთებენ, უბრალოდ არ აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ თავი და თავი ოჯახი შეინახონ. ხო, ის თვითონ ასე თვლიან, ხო? აი, შემწეობას რო იღებს რა იმ ადამიანის მუშაობა, ნუ აი ეს შემწეობას და პლუს მუშაობს ამ ქვეყანაში არის. იმიტომ ვერ მუშაობს და პლუს შემწეობას იღებს. იმიტომ ვერ მუშაობს და ვერ საერთოდ არ სამუშაობს. იღებს თუ არ იღებს, მაგრამ უბრალოდ რახანა აქვს რაღაცა 3000, 4000, 5000 კვადრატული მიწა, რომელიც თვითკმარიც კი არ არის, ანუ ის რაც შეიძლება პოტენციურად დახარჯოს, ვერ ამოიღებს, იმიტომ რომ ის სხვა პრობლემაა. აი ბატონო, მოდიშვით, აი მაგალითად ტაქსის მძღოლი, რომელიც თავისი მანქანით მუშაობს ქალაქში, ხო? ეს დასაქმებული თუ თვითდასაქმებული? თვითდასაქმებული, ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ვითვლით დასაქმების დონეს, ეს ადამიანი დასაქმებულია, თვითდასაქმებული თუ დაქირავებული შრომით მუშაობს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. დასაქმებულად ბატონკობა არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა. ამას თulis როგორც დასაქმებულად მოგცემ სიტყვას ბატონ ზურაბ, არის აქ პრინციპული განსხვავება დასაქმებული თვითდასაქმებული ამ ტერმინებში? აქ ალბათ საინტერესოა გავითვალისწინოთ ის თუ როგორ მიიჩნევს თავად ადამიანი. ჩვენ როცა მათ ვეკითხებით გამოკითხვებში და რა ყველაფერი ის რასაც მე ვიტყვი დამყარებულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე დაახლოებით 2300 ადამიანის გამოკითხვაზე 2011 წელს კავკასიის ბარომეტრის ფარგლებში ადამიანები ერთმანეთისაგან ასხვავებენ დასაქმებას და თვითდასაქმებას. ანუ ციფრები რომ მოვიყვანოთ 24% ამბობს რომ მე ვარ თვითდასაქმებული, ანუ მე თვითონ შევქმნი ჩემი სამუშაო ადგილი და 14% ამბობს რომ მე ვარ დაქირავებული მუშაკი. ანუ ადამიანებისთვის ეს სულ ერთი არ არის. რა თქმა უნდა ეს სტატისტიკისათვის შეიძლება სულ ერთი იყოს, მაგრამ ადამიანებისათვის სულ ერთი არ არის. უნდა ჩვენ რომ ჯამში გამოვიდა 40%. არა, როგორ ვიღადრებოთ? ეს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. ამდენმა თქვა რომ ის არის. ამდენმა თქვა რომ უშევარი ვარ. იქ სადაც არსებობს თვითდასაქმება. მაგაზე გეტყვით. 28%-მა განაცხადა რომ ის არის უმუშევარი თვით შეფასებით. მაგრამ ეხლა ჩვენ რო გავამკაცროთ კრიტერიუმი და უმუშევრად ჩავთვალოთ არა მარტო ის ვინც აცხადებს რომ უმუშევარია, არამედ ყველა ის ვინც არ მუშაობს და სამსახურს ეძებს, სამსახური უნდა. ბოდიშვიხი, აქ მინდა დავაკონკრეტოთ. თქვენ ახლა ლაპარაკობთ კვლევაზე, რომელიც ჩატარდა 1 წლის წინ, ხო? თლათ 1 წლის წინ არა ეს იყო. არ მე არ მინდა მაყურებელს შეეშალოს რამე. ჩვენ NDI-ის კვლევაზე ვსაუბრობთ, ეს სხვა კვლევაა, ხო? კი, სხვა კვლევაა, მაგრამ თუ შევხედავთ ციფრებს, რადიკალური განსხვავება აქ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის ზომა დიდია NDI-ის კვლევაში, რომელიც სხვა შორის ასევე სიარაში ჩატარებულია, ვიდრე იმ კვლევაში, რომელიც ახლა ვლაპარაკობ. მოკლედ, თუ ჩვენ კრიტერიუმს გავამკაცრებთ და უმუშევრად ჩავთვლით იმ ხალხს, ვინც არ მუშაობს, მაგრამ სამსახური უნდა, მაშინ ჩვენ გამოგდის 37% უმუშევრებისა. თუ კიდევ უფრო გავამკაცრებთ და უმუშევრად ჩავთვლით იმას, ვინც არ მუშაობს, სამსახური უნდა, მაგრამ სამსახური რო გამოჩნდეს მზად არის უახლოეს 2 კვირაში მუშაობა დაიწყოს, მაშინ ეს მაინც არ ჩამოდის ძალიან დაბლა და 33% გამოვა ჩვენი უმუშევრობის დონე და 25% იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სამუშაო ძალას არ მიეკუთვნება. ანუ ის ხალხი, ვინც არ მუშაობს და არც უნდა და არც ეძებს სამსახურს. ну დაახლოებით ასე შეგვიძლია გამსაჯოთ უმუშევრობის დონე საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, მაგრამ ეხლა მეორე საკითხია ის თუ დასაქმებულები რამდენად ღირსეულად არიან დასაქმებულები, როგორც ბატონმა ირაკლიმ დასვა ეს კითხვა და ამ გამოკითხვის მიხედვით ისევ და ისევ შეიძლება სტატისტიკისათვის და განმარტებისათვის მნიშვნელოვანი ეს არ იყოს, მაგრამ ხალხის აზრი ალბათ ყოველთვის მნიშვნელოვანია. დასაქმებულთა ძალიან დიდი ნაწილი თვლის რომ მისი ანაზღაურება არ არის ადეკვატური. ეს არის დაახლოებით 44% იმ დასაქმებულებისა, ვინც თვლის რომ თუ გააქვთ მონაცემი, რამდენი პროცენტი მიიჩნევს თავს დასაქმებულად და თან, თქვათ, ღირსეულ სამსახურად მიიჩნევს იმას, რაც აქვს. ესეთი შედეგი გააქვთ. კი ბატონო, ეგეთი მონაცემი თვით შეფასებული.
აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი კითხვა სამუშაოს შეფასების შესახებ და აქ გამოიკვეთა ასეთი რაღაცა. ადამიანები უფრო დადებითად აფასებენ თავიანთ სამსახურს ზოგადად. დიახ. და უფრო უარყოფითად აფასებენ ანაზღაურებას. როცა ანაზღაურებაზე მიდგება კითხვა, უფრო მეტი ადამიანი ამბობს 44%. როგორც გითხარით, რომ ეს ანაზღაურება არ არის ადეკვატური, მაგრამ რამდენად ღირებულია მათ მიერ შესრულებული სამუშაო, ამის შეფასება საკმაოდ მაღალი აქვს. და რაც შეეხება ანაზღაურებას, ხელოვნური კვლევა რა იყო, იქაც რომ ნახოთ, იქ არის რამდენია დასაქმებული 30% დაახლოებით, ვინც დასაქმებულია კლასიკური გაგებით. და პლუს იქ ეკითხებიან პრობლემებში და იქ დაახლოებით 15-17%-ის თავარი წუხელი არის ხელფასები. ჩათვალეთ რა, თითქმის ნახევარი არის უკმაყოფილო იმ ხელფასებით, რაც არის დაახლოებით. ანუ ჩვენ როცა კითხვებიც გვაქვს მაგაზე, რამდენს გამოიმუშავებს. არა, ნუ არა, მაყოფილი არ არის, მაგრამ ის აი კითხვა რო არის, პრობლემა რა არის, ხო? პირველი ამბობს რომ უმუშევრობა ზოგადად მეორე ჩამონათვალე სადაც 15%-მდე ურტყავს ეს ხელფასების პრობლემა. ეს ნიშნავს რომ მაყოფილი შეიძლება უკმაყოფილო ბევრია, მაგრამ მისთვის მისი ხელფასი უმთავრესი პრობლემაა ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე 17%-ისთვის ნიშნავს ის რომ ზოგადად ამ კუთხითაც უსაშილესი მდგომარეობაა. 34% არის მათ სწორედ სახელმწიფოს დანაშაული რომ ეს ხდება, იმიტომ რომ დისბალანსი ხელფასებს შორის იმდენად დიდია, მაგალითად გაკოტრების კომპანიას ჭიათურაში ან კახეთში მის დირექტორს თითქოს და ბაზარი უნდა არეგულირებდეს ყველაფერს, ხო? 25000 ლარი აქვს ხელფასი. ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიაში 15000 ლარი აქვს ხელფასი. ამ დროს ადამიანი რამდენი უნდა გქონდეს თქვენი აზრი? არა, მე ვამბობ რომ ფორმულა იცით როგორ ითვლება ეგ? როდესაც არა, არის კერძო სექტორში რომ ის ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მაგრამ ეს არის სახელმწიფო კომპანიები და სახელმწიფო კომპანიაში ახლა გაკოტრების მართულს 25000 ლარი რო არ უნდა ხელფასი, როდესაც მაგის უკან რაღაც მოსახლეობა ლამის შიმშილით გიწყდება, ხო? ეს სახელმწიფო უნდა დაარეგულიროს ჩემის აზრით და ახლა თქვენის აზრით ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და მადლობა ბატონო, გესმენთ. მე ახლა რაღაც რაც მოვისმინე, ალბათ აქ კომერსანტი მარტო მე ვარ. და რა მინდა ვთქვა ამასთან? მე ყოფილი კომერსანტი. ნუ ბატა. მეწარმეა. ამაზე ახლა უკვე ამ წუთში არ ვლაპარაკობ. მე მაგ რამდენიმე ესეთი ძირეული მომენტი, რომელიც რაღაც აქ ვერ მოვისმინე და ამ ძირეულ მომენტებში ვხედავ პირველ რაღაცას. რა არის დასაქმების მიზანი? ანუ, როდესაც ადამიანი საქმდება დამქირავებელის მიერ, ან თვით დაქირავების შემთხვევაში, რა მიზანს ის იყენებს წინასწარ? მე სწორედ აი ღირებულებაზე, შრომის ღირებულებასთან დაკავშირებით ჩავერთე ამასთან. ანუ, როგორ აფასებს დასაქმებული, ან ვისაც ასაქმებენ თავის ღირებულებას, რა ღირს თვითონ, რა ღირს მისი შრომა და რისთვის სჭირდება ეს შრომა, ანუ რა მიზნებს უნდა მიაღწიოს მიღებული სარგებელიდან. ამ მომენტიდან მე ერთ ძალიან საინტერესო მასა გადავალ, ხარ ვიცი ქრისტიან დემოკრატები როგორ დამიჭერეთ ამასთან მხარს. საქმე იმაშია, რომ ქრისტიანულ რელიგიაში სამი ძირეული მიმართულება არის: მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. აი მართლმადიდებლურ და მე სხვათა შორის როდესაც ვქირავებ ვიღაცას ამას ვაწყდები. მართლმადიდებლურში შრომასთან ისეთი დამოკიდებულება არ არის, იმიტომ რომ არის ძირეული სურვილი ღვთისკენ ლოცვაში და იმაში სიარულის, ამიტომ სულიერი უფრო ძირეულია. კათოლიციზმი საკმაოდ მიწიერი არის, ძლიერ რომ საკმაოდ რანგირებული არის შრომა და ის. პროტესტანტიზმში არის შრომა გზა ღვთისაკენ. და რა ხდება? ყველაზე მდიდრები არის პროტესტანტული ქვეყნები, ამერიკა, ინგლისი, გერმანული ნაწილი, შემდეგ მოდის ეს კათოლიკური ქვეყნები, სხვათა შორის ბიზანტიური მართლმადიდებლური ქვეყნები საკმაოდ ჩამორჩება კაპიტალის დაგროვებაში. აი მართლმადიდებლობაში არის რომ შენ მომხვეჭელობა ცუდია, კაპიტალის შექმნა ცუდია. შრომა კარგია, მაგრამ არა, ერთად მე ძალიან ესეც მომენტს ვიცახი, იმიტომ რომ მე მყავს თანამშრომლები, რომელსაც ვქირავობ და ისინი მზად არიან შრომა ვიღაცას აჩუქონ, გაუნაწილონ. სხვათა შორის ეს მართლმადიდებლურ იმაში დევს. მე ვეუბნები ხალხს, შეაფასეთ თქვენი თავი, რა ღირხართ. ნუ რა ვიცი, ნუ რაფერს ნუ ჩუქნით, იმიტომ რომ ეს საჩუქარი არ გასაგებია, ნუ ეს არ ვიცი ახლა რომელი არა, დასაქმებასთან პირდაპირ იმაშია. არ ვიცი, მაგრამ მე გესმენთ. რელიგიური არ არის, ექსპერტის გეოგრაფიული განფენილობის მიხედვით და სამხრეთული ექსპერტიზმი, ეს ცოტა სხვა რამეა. არის ბევრად უფრო მეტი და ეხლა ესეთ რელიგიურ თემას რა ქვია წიაღსვლებს ადგილი იქ არ აქვს და ესეთ შეფასებებს ადამიანს არჩევანი არ აქვს დატოვებული რომ თავისი შრომა შეაფასოს. როდესაც სოციალური ფონი ესეთი მძიმეა და უმუშევრობა მძვინვარებს
ის მზად არის რომ 24 საათი ლუკმაპურის ფასად იშრომოს და არა ახლა ესეთ რელიგიურ წიაღს წავიდეს, თუმცა მათ თეორიაში გეთანხმებით რომ ეგ ეგრეა აბსოლუტურად 16% ვიღაც ექსპერტი არის 16% არის დაცვილი გასაგებია ეხლა სხვა პლანში გადავიდა რომელიც არის თქვენი თანამდებობარი ორგანიზაცია ჩვენ ხო მეგობრობთ ამ ორგანიზაციას რა მაინც ამაში არ ეთანხმებით ყველაფერს სხვა რაღაცა შეთანხმებით მაინც ამაში ეთანხმებით მე ვიზახ ეს არის საერთაშორისო დაღიერებული მეთოდოლოგია ბატონო გეუბნები ეს არ არის იმათი ყოლევა ერთ ნაწილში რაშიც გეთანხმებით ეს არის იმათი მეთოდოლოგია არ არის ბატონო ირაკლი ბატონო ბოდიშვიხტი ბატონო ირაკლი ახლა დიდი მადლობა მე უბრალოდ მინდა ორი წუთი ვისაუბრო სამწუხაროდ ამ დღეს მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი სიტყვა რა ხდება საჯარო სამსახურში როგორი არის დასაქმების პოლიტიკა საჯარო სამსახურში და მე მინდა ორი სიტყვით თქვენს ტელემაყურებელსაც ძალიან მოკლედ აუხსნა როგორი არის დასაქმების პოლიტიკა საჯარო სამსახურში დღეს საქართველოში. მე მინდა დავიწყო იმითი, რომ მე ვფიქრობ, ყველანი დღეს ამ დარბაზში ვთანხმდებით იმაზე, რომ საჯარო სამსახურში აღმოიფხვრა კორუფცია და არის უფრო მაღალი მომსახურების ხარისხი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ეს მეგონი არის უდაო. ეხლა უკვე ჩვენი შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ ხალხმა ირწმუნოს, რომ საჯარო სამსახურში მოხვედრა შესაძლებელია ნეპოტიზმის და ასე ვთქვათ არასამართლიანი პროცედურების გარეშე. ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევქმნით სპეციალური ვებსაიტი hr.gov.gr, სადაც ნებისმიერი ვაკანსია, რომელიც კი არსებობს საჯარო სამსახურში, ქვეყნდება საჯაროდ და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება შევიდეს და გააკეთოს განაცხადი ონლაინ ყოველგვარი საბუთების მიტანის გარეშე ყოველთვის საჯარო ვაკანსიები. აქ ლაპარაკი იყო კვალიფიკაციაზე, ხო? თქვენ ანუ გაქვთ მოთხოვნა იმაზე, რომ ადამიანები დაიქირავოთ, ხო, სახელმწიფოს. დიახ, რა თქმა უნდა. ეს კადრები მოდიან თქვენთან? ჩვენ გვყავს დაახლოებით 23000 დარეგისტრირებული მომხმარებელი ჩვენს ვებსაიტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 23000 ადამიანმა შეავსო, ასე ვთქვათ, კითხვარი, რეზიუმე შეადგინა ელექტრონული ჩვენს ვებსაიტზე, სადაც მიუთითა რა პროფესიის არის და რა პროფესიის სამსახურს ეძებს. ბუნებრივია მათ შორის არის ძალიან ბევრი დასაქმებული, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ სამსახური შეიცვალოს. საქართველოში მერწმუნეთ, საჯარო სამსახურში უკვე რამდენიმე წელია შეუძლებელია მოხვედრა პროტექციით და ნეპოტიზმით. დღეს ყველაფერი არის გაცილებით უფრო გამჭირვალე და ტრანსპარენტული ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. მთელი პრობლემა საჯარო სამსახურის მთელი პრობლემა არის პოლიტიკური მდგენელი. როცა უმრავლესობის ლიდერი ბატონი პეტრე ციკარიშვილი გააკეთებს განცხადებას, რომ ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურშია, ის ვალდებულია ერთ კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი და სხვა შორის ეს NDI-ის კვლევებშიც იყო შეფასება. თვითონ ნაციონალური მოძრაობის ელექტორატმაც კი ძალიან უარყოფითად შეაფასა ეს განცხადება. ეს თვითონ ეს განცხადება, რომელსაც ქვია პოლიტიკური, როგორ და არ ვიცი რა ქვია, პოლიტიკური ნეპოტიზმი ქვია, რა ქვია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ბოლო პერიოდია კი არა, ბოლო ამდენი წელია, 5-7 წელია რა გვესმის მუდმივად, რომ ადამიანმა, რომელსაც გამოხატა პოლიტიკური პრეფერენცია, არასახელისმფლებო მან დაკარგა სამსახური, ეს თქვენ რაც არ უნდა აკეთოთ პოზიტიური ისინი შექმნათ რომ რაღაც ეს ყოველთვის გააფუჭებს სიტუაციას და ყოველთვის იქნება დამოკიდებულება ესეთი რომ ამ საჯარო სამსახურში ადამიანი რომელსაც განსხვავება ყოველთვის დაკარგავს სამსახურს. ლეო ვფიქრობ დისკუსიას არის მე ვიცი ერთი კონკრეტული რამდენი შემთხვევა. მე ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი. ძალიან ბევრი შემთხვევა იცი და უკეთეს გეტყვით რომ მე გეტყვით აპრილის სადაც საუბარი მე მოგიყვანა კონკრეტული ციტატა არა გეხილება ის რა თქმა უნდა იმას არ ვეთქვი პოლიტიკური მდგენელია უმრავლესობა ერთია ვიღაცამ რა თქვა და მეორეა კონკრეტული ციფრები ხო საერთაშორისო გამჭირვალე ამას იკვლევს აპრილის მონაცემები იყო რომ აპრილის განმავლობაში სულ 10 შემთხვევა როცა შეიძლება ვიბარაუდოთ რომ 10 ადამიანი შევა მოხდა პოლიტიკური განთავისუფლება საქართველოს ერთიც კი 600000 დასაქმებული რომელიღაცა გუბერნატორი რომელიღაცა გამგებელი არა სუდია ცხადია მაგრამ აქ საუბარი იმაზე რომ ეს არის თუ არა ეს სახელმწიფო პოლიტიკა და ეს არა გამგებელი ადგილზე გაუსტინა უკაცრავად რაღაც ისრული გააკეთა ეს არ ნიშნავს რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა არა ერთი ჩანაწერი ასევე ვიდეო ჩანაწერი როცა არის ძალიან სუდია ყველა არ უნდა იყოს მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა ბოდიში ბატონო ლევან ეს ადამიანების განცხადება არ დაწერულ სამსახურიდან წავსვით გასაგებია თქვენი შეკითხვა რაც შეიძლება მოკლედ უპასუხოთ და შემდეგ შვები გველოდები ჩვენ მაყურებელსაც ბუნებრივია და ჩვენს ბუნებრივია არავითარ ეჭვს არ იწვევს და კითხვას არ ბადებს ის რომ საჯარო მოხელი არ შეიძლება იყოს განთავისუფლებული მისი
პოლიტიკური შეხედულებით. მაგრამ ბატონ ლევანი ფაქტებზე საუბრობს. ფაქტები არ მოუყვანია ბატონ ლევანს, რომელიც საჯარო მოსამსახური განთავისუფლებს სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებით. მე ერთი რამის დამატება მინდა. ბატონ ლევან, არ წინაპირა სამსახუროდ მაგრამ ახალი კანონი. მე გეტყვით რა არის პოლიტიკური ხედვა, რასაც აყალიბებს კანონი, რომლითაც შენობის ორი ძირითადი ცვლილება საჯარო სამსახურში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ ჩვენ მაყურებელმა. პირველი, ბატონ ლევან, მე მგონი თქვენ უნდა იცოდეთ ამის თაობაზე. წინა კვირას მიიღო პარლამენტმა კანონი, რომლის მიხედვითაც იცვლება ორი ფუნდამენტური რამ. ზოგადად დასაქმების პოლიტიკაში საჯარო სამსახურში. პირველი უქმდება ეგრეთ წოდებული დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულები, ანუ უკონკურსოდ დანიშნულები საჯარო სამსახურში, რაც იყო, ასე ვთქვათ, ფართო დისკუსიის საგანი მუდმივად წლების განმავლობაში, რომ ხალხი საჯარო სამსახურში ინიშნებოდა კონკურსის გარეშე და ეს ისპობა. მეორე, ყველა დიდი სიპი. ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, კვაზი სახელმწიფო ორგანო, ხო? მათაც ექნებათ ვალდებულება ნებისმიერი მათთან არსებული ვაკანსია დაიდოს HR.gov.gz და ამით პრაქტიკულად გასამაგდება ვაკანსიები. არა, ეს გასაგები რასაც ამბობთ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მე მგონი ბატონ ლევანი ცოტა სხვა რაღაცაზე ამბობს. ქალბატონი. პასუხი იქნება მივიღოთ ამ იმაზე, რაც დავსვით. საჯარო ხელმძღვანელის შეცვლას მოყვება თუ არა? კლერკის და დამლაგებლის დონეზე. ყველას განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა. ნებისმიერი გამგებლის, იქ სამინისტროში და ასე შემდეგ. ეს არ არის თქვენი აზრით ნეპოტიზმი? მე თუ მომიყოთ მაგალითად, როდესაც კლერკის შეცვლას ისჭირდება რაღაც. მინისტრის შეცვლას მოყვა დამლაგებლის და კლერკის შეცვლა, მე ამას დავიხარ. გამგეობაზე გითხარი და მეტყვი ამის მაგალითს მე დაგითახმებით. მინისტრი, სად შეიცვალა კლერკი და დამლაგებელი? თუ მეტყვით ამის მაგალითს მე დაგითახმებით. მე გამგებლის, გამგეობაზე გამგებლის კონკრეტული მაგალითი. რომელი კონკრეტული მაგალითი შემიძლია გურჯანის გამგეობა დაოსახელო შემიძლია ლაბოდეხის გურჯანის გამგეობაში. ის რომ შეიცვალა ხელმძღვანელი პირი და ყველამ დაწერა განცხადება და წავიდა სამსახურიდან. რატომ კითხულობ? გურჯანის გამგებელი შეცვალა და ამის გამო ნებისმიერ საჯარო სექტორში ყველგან ეხება. არა, არ ვიცი. სადაც ხელმძღვანელი მე არ შემიძლია ამ კონკრეტულ მაგალითზე რამე ვიქცეთ, იმიტომ რომ არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. მოქალაქეები წერენ განცხადებას. ქალბატონინო, გისმენთ. კარგი. აძალებენ მათური. ქალბატონინო. მადლობა ბატონო ვახო, მე მინდა გავაგრძელო გადაცემის დასაწყისში ბატონმა პაატამ აღნიშნა, რომ უმთავრესი პრობლემა დასაქმების უმუშევრობის პრობლემისა საფუძველი გახლავთ მე თუ მკითხავთ და პირველ რიგში წამოსაწევი საკითხი განათლების პრობლემა და მიუხედავად უკანასკნელი 20 წლების განმავლობაში მოსმენილი განცხადებებისა, რომ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს რეფორმები, სამწუხაროდ ამ 20 წლის თავზე ჩვენ ამ რეფორმების შედეგებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რადგანაც მეცნიერების და ასე ვთქვათ კვლევარების აზრით ზოგადად საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს სტრუქტურულ უმუშევრობასთან, რაც გულისხმობს მუშახელის არაადეკვატურ უნარჩვევებთან იმასთან მიმართებაში, რომ ბაზარზე მოთხოვნა ასეთ ადამიანებზე არ არსებობს. მაგრამ სამუშაო ადგილები არის, რომ ამაზე სამუშაო არ ადგილები, მაგალითად, ინვესტიციების შემოდინება ზოგადად ქმნის სამუშაო ადგილებს და გასულ წელს მაგალითად მშენებლობაში იყო კომუნიკაციებში და ტრანსპორტში გაიზარდა ინვესტიციების დონე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო ადეკვატური იმისა, რომ გაზრდილიყო სამუშაო ადგილები. სწორედ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ აქ უმთავრესი პრობლემა, უმაღლესი განათლების პრობლემა კი არ გახლავთ პრობლემა დაწყებითი, საშუალო და ესეთი გადამზადებითი, ანუ პროფესიული გადამზადების პროგრამებში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხები თუ არ დაიძრა, უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა ფუჭად ჩათვლილი იქნება, იმიტომ რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიდიან ბავშვები, რომლებიც ნებისმიერ ფაკულტეტზე, როგორ გითხათ, ახლა მე ეკონომიკის კუთხით გეტყვით, რომ პროცენტის გამოყვანა არ იციან და პირველ კურსზე სწავლობენ იმას, რაც უნდა ესწავლოთ სკოლაში. ამიტომ რა თქმა უნდა, განათლება ამ მიმართულებით ეს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ. აღსანიშნავია, რომ აგრეთვე მსოფლიო ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით საქართველოში უმთავრესი პრობლემა არის სამი, ეს გახლავთ მეწარმეებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, გახლავთ ანუ განათლების არაკვალიფიციური მუშახელის ძალიან დიდი დონე, ფაქტიურად 91% გახლავთ და გახლავთ აგრეთვე ის, რომ ანუ ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. ძალიან საინტერესო მე ამას ბატონ პაატასაც ვკითხავ, თუ კი ასეთი მაღალი დონე გვაქვს, ვთქვათ, არაკვალიფიციური მუშახელის ლაპარაკი დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? ჩვენ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვაქვეყნეთ ჩვენი კვლევა უმუშევრობისა და დასაქმების ტენდენციები საქართველოში და უმთავრესი პრობლემა გახლავთ ის, რომ მეთოდოლოგიურადაც რო ამბობენ, რომ ეს ციფრები არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის
ასე თქვა მონაცემთა ბაზაში ეს ციფრები რეალურად რამდენი შეიძლება იყოს არსებობს, იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ საქართველოს მოსახლეობის და ეს ოფიციალური სტატისტიკა გახლავთ 50% თუ არის დასაქმებული სოფლის მეურნეობის სექტორში, თვით დასაქმებულზე არის საუბარი და ეს სოფლის მეურნეობის სექტორი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%, ხოლო მოგეხსენებათ ეს ნონსენსია. ასეთი რამე ბუნებაში არ ვიცი თუ არსებობს. მეორე მომენტი გახლავთ ის რომ ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა მე არ გულისხმობ და არ ვფიქრობ გამართლებულად არ მიმაჩნია სახელმწიფოს რამე ჩარევა და დაფინანსება სოფლის მეურნეობის სექტორისა. მთავრობის როლი ამ ხრივ უნდა იყოს რომ მოაწესრიგოს გარემო, მოაწესრიგოს მიწის საკუთრების და საკუთრების უფლების საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მიმართულებით რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ცოტა გასაგებია ბატონ შოთა შემდეგ ბატონ თანგიზი და ბოლოს რეკლამა. როგორ? დიახ. გასაგებია ჩვენ მეორე ნაწილიც გვაქვს გადაცემის და იქ ვისაუბრებთ. თოხის და ბარის ანაბარა დატყუეს გლეხი და ეს ვილაპარაკებთ ამაზეც ბატონ ირაკლი კისერზე და სახელმწიფოს ჩარევა არ არის და ლიზინგური კომპანია ვილაპარაკებთ ამაზეც ბატონ ირაკლი ბატონ მე მგონი რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ესე მიმაჩნია რომ ამ სამუშაო და მუშევრობის პრობლემის მოგვარება შესაძლებია ეკონომიკური განვითარებით. ესა უმთავრესი პირობა. და მთავარია რომ იგივე მცირე და საშუალო ბიზნესი ეს აღიარებელია რომ ეს სექტორი ქმნის ძირითადად სამუშაო ადგილებს და მე მგონი აი ამის განვითარებით მიიღწევა. მეორე არის რომ რა თქმა უნდა არსებობენ დამსაქმებლები რომლებთაც აქვთ პრობლემა კვალიფიციური მუშახელის მოძიების, თუმცა მე არ მგონია რომ ეს ძალიან დიდი რაოდენობა იყოს და რეალურად მხოლოდ კვალიფიკაცია არის საქართველოს პრობლემა. მე მგონი რომ საქართველოს პრობლემაა ბიზნესის განვითარების და ზოგადად ბევრი ფაქტორი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, მათ შორის ეს არა სათანადო ინვესტიციების მოცულობა, ანუ ინვესტიციები გაცილებით მეტი უნდა იყოს, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, აქ არის ანტიმონოპოლიური რეგულირება და სხვადასხვა ხელისშემცვლელი ფაქტორები. რაც შეეხება კვალიფიკაციის ამაღლებას, აქ მგონია რომ რა თქმა უნდა სახელმწიფოს როლი უნდა იყოს, რომ რაღაც გათვლა და წარმოდგენა მაინც უნდა კონდეს, გასაგები რომ ამ ყველაფერს ბაზარი წყვეტს, წარმოდგენა მაინც უნდა კონდეს, რომ საით ვითარდება ქვეყანა დაახლოებით რა პროფესიებზე იქნება მომავალში მოთხოვნა და მთელი საგანმანათლებლო სისტემა, ისევ როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი ააწყოს ამას, იგივე თქვა გრანტები. ხედავთ ამ ტენდენციას. ამ ტენდენციას ჯერჯერობით ვერ ხედავ, იმიტომ რომ არ არის დადებული სურათი თუ საით მივდივარ და რა პროფესიებზე იქნება ძირითადად და იგივე გრანტები უმაღლეს სასწავლებლებში ეს უნდა იყოს იგივე გრადირებული და უნდა ვიცოდეთ რომ ზუსტად რომელი პროფესიებზე იქნება მოთხოვნა, რას უნდა შეუწყოს სახელმწიფო ხელი და მისცეს სტიმული. გასაგებია დღეს ბევრი ციფრი ითქვა აქ და მე მინდა ბატონ თენგიზცეკოს სტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ვკითხო, რა ციფრები შეგიძლიათ თქვენ გითხრათ და შემდეგ რეკლამა და ბატონ პატას მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხს გაცილებით. კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი უკვე ითქვა და ძალიან ბევრს ვეთანხმები. ბატონმა ზურაბმა ახსენა სწორედ აი ეს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც საქსტატი თulis ამ მონაცემებს და ის რიცხვები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ თulit რომ ის ადეკვატურად ასახავს რეალობას გამომდინარე იმ მეთოდოლოგიიდან, რომელიც არსებობს. რატო არსებობს ასეთი მეთოდოლოგია? რატო არ თulit იმ ხალხს უმუშევრებად, რომლებიც თქვათ მუშაობენ როგორც ტაქსის ზღოლების, სოფლის მეურნეობაში და ასე შემდეგ. ეს ხდება ერთის მხრივ იმის გამო, რომ სოფლიოში შესადარისობის და იმისთვის რომ ავსახოთ ადამიანები, ანუ რას აკეთებენ, როგორ ასე ვთქვათ, აქვთ თუ არა საკუთარი თავის რჩენის საშუალება, ამისთვის შეიქმნა სწორედ ეს სწორხაზოვანი მეთოდოლოგია, რომელიც ყველას არ მოგწონს, რომელიც ძალიან სენსიტიურია, მაგრამ ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლება იყოს და იყოს ასე ვთქვათ თანმიმდევრული. თუ ვილაპარაკებთ რიცხვებზე, 60% და 40% ეს არის სომალი, ეს არის ერაყი, ეს არის ავღანეთი. ეს არის ეს ქვეყნები დაახლოებით სხვა დონე არის, ასე ვთქვათ, უმუშევრ სადაც არის უფრო დიდი პოლიტიკური არასტაბილურობა, უფრო დიდი ეკონომიკური არასტაბილურობა. ეს მეორე. მესამე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ჩვენი აზრით, საქსტატის აზრით, ძალიან ხშირად და ეს ითქვა, სხვათა შორის დღეს და ძალიან მიხარია, რომ აი ამ ჭრილში იყო ამაზეც საუბარი, რომ ჩვენ ვურევთ ორ ცნებას, დასაქმებას და სიღარიბეს. როდესაც ადამიანი დასაქმებულია თავის საკუთარ მამულში, მაგრამ მას შემოსავალი აქვს, თქვათ 50 ლარი, 100 ლარი და ეს არ ყოფნის ამ ოჯახს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის დასაქმებული განმარტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის ღარიბი. როდესაც ჩვენ ვთქვათ, რომ მოდი ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარ მამულში, მის შემოსავალი არის თქვათ 1000 ლარი. დავარქვევთ თუ არა ჩვენ ამ ხალხს უმუშევრებს. ალბათ არ დავარქვევთ, ხო? ვიტყვით, რომ არ არის უმუშევრობა და მეორე მხრივ სახელმწიფო სექტორში 20 ლარი როდესაც იყო
თქვა და კერძო დასწავლი და თქვა მასწავლებელი ინგლისურს ან ტაქსის ზღოლი ან სხვა ადამიანი და გაცილებით მეტი ქონდა ხელფასი რომელი არის მათ შორის უმუშევარი ხო მაგრამ რო ვკითხოთ ჩვენ თქვა აი ამ ადამიანებს რომლების თვითდასაქმებულები არიან ისინი იტყვიან რომ კი ჩვენ უმუშევრები ვართ ეს ქმნის პრობლემას ეს არის ძალიან სენსიტიური და ძალიან ალბათ კარგი იქნებოდა რომ აი ამ ჭრილშიც გვესაუბრა როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და სწორედ აი არასამთავრობო სექტორიდანაც აი ეს აზრი იყო რომ ძალიან დიდი პროცენტია მოსახლეობის რომელიც არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში მთლიანი შიდა პროდუქტი არის 8-9%. ეს ნიშნავს რომ ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე სექტორია და აი ეს არის პრობლემა და არა ის რომ თქვა რაოდენობა. კი ბატონო, დიდი მადლობა. რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ და რეკლამის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით ეთერში. ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმების შესახებ, ეს არის დღევანდელი გადაცემის თემა. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის თემაა დასაქმება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს საქართველოში, როგორც ამას კვლევები და სხვა გამოკითხვა აჩვენებს. პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ როგორც ციფრებზე, ასევე მიზეზებზე უმუშევრობის და ახლა ბატონი პაატა ტრაპაიძე, დასაქმების მინისტრი, უპასუხებს იმ პრეტენზიებს, რომელიც იყო ასევე სახელმწიფოს მიმართ. დიდი ნაწილი. მადლობა ბატონო, ხო, მე ახლა უსმენდი და ალბათ ჩვენი მაყურებელი უსმენს ამ გადაცემას და ფიქრობს, რას ციფრებზე საუბრობთ? რას ლაპარაკობთ? რა შუაშია სტატისტიკა? სულ არ მაინტერესებს არ თქვენი ციფრები, არ თქვენი შედარებები. მე მინდა ვიყო დასაქმებული. ბუნებრივია. პარლამენტის ხმობაზე მოეწყიდებათ ქრისტიან-დემოკრატებს, მაგრამ კინაღამ ატეხეს ერთი ამბავი, რომ ეს რა თქვა პრემიერ-მინისტრმა, აღვაინტერესებს ციფრები, მე მაინტერესებს იმის უკან რადგას. ციფრები როგორ არ გვაინტერესებს. მაგრამ ხალხი იმ მდგომარეობაშია, რომელსაც უშუალოდ დახმარება ჭირდება, მაგრამ იმისათვის რომ დიაგნოზი დასვა, პირველ რიგში უნდა გამოკითხო ავადმყოფს. ეს ჩემი პირველი პროფესიიდან ხმარობ ამ თემას. ჩვენ აუცილებლად ზუსტად ამიტომ ჭირდება ჩვენ. აი ეს კარდაკარ სიარული, იმიტომ არის რომ 3000 კაცი 25 ივლისიდან შევა თითოეული ადამიანის ოჯახში და აღარ იკამათებს აქ არსებული ძალიან კარგი და პატივცემული საზოგადოება, რა ციფრები არის. მაგრამ ის ადამიანი, ვინც გვისმენს, ასევე ახლა გაუჩნდება შეკითხვა დარწმუნებული ვარ, რომ დასაქმება არ არის დღეს დაწყებული პრობლემა. ამდენი ხანი სახელმწიფო რას აკეთებდა, რატო არ იცნობს რა ხდება დასაქმების კუთხით. მე ერთი კვირის დანიშნული მინისტრი ვარ. ალბათ ამაზე პასუხი სხვა უნდა გაცეს, მაგრამ მე მარტივ რამეს გეტყვით. მე არ ვკიდებ იმ საქმეს ხელს, რომლის ამჯერა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს ხანებში უახლოეს ხანებში თითოეული ადამიანი ამ სიკეთეს ნახავს და ჩვენ გავტეხავთ წელში. ეს არ არის მარტო ლოზუნგი. მე მინდა ზოგიერთ ჩვენ მეგობარს მიმართო ერთი რამე. ძალიან ბევრი ამბობს, თუ ეკონომიკა არ განვითარდება, ისე დასაქმება არ გაიზრდება, აბსოლუტური სიმართლეა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავაჯერებ ვერავის რომ მე შევქმნი ამ დასაქმების ადგილებს. ჩვენ უბრალოდ უნდა შევქმნათ ის სისტემა, რომელიც თვითონ მიიყვანს დამსაქმებელს იმ დასაქმებელთან, რომელსაც აი ეძებს პიროვნება. 5 ადამიანი, მე ბიზნესიდან მოსული კაცი ვარ. 150 კაცი მომეცით, რომელიც მე მჭირდება, 3-ჯერ გავზდი ბიზნესს. ეკონომიკა ისე ვერ განვითარდება, თუ არ არსებობს. გასაგებია, პასუხისმგებლობას ვინ იღებს იმაზე, რომ არის დისპროპორცია, ხო? არის მოთხოვნა და არის არაკვალიფიციური კადრები. მე მინდა პასუხი გავცე იმ ექსპერტებს, რომელსაც არ ჯერათ. პასუხისმგებლობას ზუსტად ავიღებთ ჩვენ თავზე. მე პირადად ავიღებ პასუხისმგებლობას, ჩვენ შევისწავლეთ სამხარესაც, ბოლომდე სახლში შევალთ. თითოეულ ადამიანს ვკითხავთ რა ჭირს. ჩვენ უნდა დიაგნოზი დავსვათ პირველ რიგში. შესასწავლად რამდენი დრო გჭირდებათ, ესეც საინტერესოა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ყველაფერს. 2-3 თვეში ყველაფერი ბაზა იქნება დადებული. მეორე მხარეს ჩვენ მიმართავთ ბიზნესს. ჩვენ ვიცით ახლა მე არ დავიწყებ ახლა იმ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ ბიზნესთან ჩვენ ბიზნესთან გამოსული ხალხი ვართ, ვიცით რა უჭირს ბიზნესს, მაგრამ თავარი თითოეულ ადამიანმა უნდა გაიგოს. ნუ გონიათ რომ ბიზნესმენი იმდენად ის არის რომ არ უნდა მისი გაფართოება. ყველა ბიზნესმენს უნდა თავისი ბიზნესის გაფართოება. ყველა ბიზნესმენი იმიტომ ის არის ბიზნესზე, ის არის პროფიტზე ორიენტირებული, მოგებაზია ორიენტირებული. მაგრამ როდესაც ის ახალ პროექტს იწყებს, მან უნდა იცოდეს რომ შესაბამისი კადრი არსებობს. ძალიან მცდარი აზრი არსებობს ჩვენ ქვეყანაში, რომ ფული თუ შემოვიდა, ინვესტიციები იქნა, გაკეთდება ბიზნეს ტყუილია. ფული არ აკეთებს ბიზნესს, და არც მანქანები არ აკეთებენ ბიზნესს. ბიზნესს და დასაქმებელ საქმეებს ქმნიან ხალხი. მხოლოდ და მხოლოდ ხალხი. ჩვენ ხალხზე უნდა გავაკეთოთ თავარი აქცენტი და მაშინ მივიღებთ შედეგს. ჩვენ ვართ ორიენტირებული აბსოლუტურად ხალხზე. თუ დღეს მე მისმენს ბიზნესმენი რომელიმე წამოდგეს და მითხრას რომ მან იპოვა ის კაცი რომელიც ჭირდება. მეორე რაც შეეხება აუცილებლად უნდა უთხრა იმ ხალხს რომელსაც თვლიან რომ ისინი არიან. მოდით თითოეულ თქვენთაგან კითხოთ. რომელიმე კვაყოფილი ხართ საბოლოოდ თქვენი ან ხელფასით ან მდგომარეობით ან რამით, მაშინ ჭაობში ყოფილ ხართ.
მე არა ვარ ყოფილი და არც არ ყოფილი. მე თვითონ თქვენგან დასაქმების მაძიებელი არის თვითონ თქვენთანგანი. თვითონ თქვენთანგან თუ შევთავაზებთ ჩვენ რომ უკეთესი რაღაცა მიიღოს, რა უნდა გადავა და უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნება. ეს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მე ვიცი რომ ზეინკალე, რომელსაც დღეს აქვს მე-6 თანდადი თუ რაღაცა თუ ის აიმაღლებს კვალიფიკაციას, ის დასაქმდება და დაუთმობს თავის ადგილს შემდეგს, ის მერე შემდეგს და ამითი არის დიდი თამაშია. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი თამაში, რასაც დასაქმება ქვია. და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროს არავინ რომ მე ვიმას დავასაქმებ. საზოგადოება დაასაქმებს თვითონ. ეს არის სამხარეს არის ბიზნესი, მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესი. რა თქმა უნდა ბიზნესი ჭირდება წახალისება. რა თქმა უნდა ბიზნესი ჭირდება გამოკვლევა და ჩვენ სულ მალე დავდებთ თავრობის წინაშე. მაგრამ თქვენ თვითონ თქვით პირველ ნაწილში, როდესაც საუბარი დაიწყეთ, განათლება, კვალიფიკაცია, ეს ხო არ არის ისეთი რამ, რა ძალიან მარტივად მოდის, მაგრამ არჩევნებზე თქვენ არჩევნების წინ ეს ძალიან გზნობიარე საკითხი ხდება, ხო? და თქვენ ეუბნებით, რომ აი დასაქმების პრობლემა არის მთავარი და ჩვენ ახლა ეს უნდა გადავჭრათ. 2005 წელი. მე უნდა ვაღიარო, რომ ოდესაც ჩვენი ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, მე უნდა ვაღიარო მთელი მოსახლეობის წინაშე, მე არ მჯეროდა რომ კორუფციას და კრიმინალს ეშველებოდა საქართველოში. დღეს თუ ვინმეს ოდნავ მაინც თავის შეხედვა შეუძლია განაცხადოს. დღეს არის თუ არა დამარცხებული კორუფცია და კრიმინალი. ეს ძალიან კარგია რომ მე ყველას მადლობას ვეუბნები, ყველაზე უფრო მეტად ვიდა განაცხადა საჯაროდ. შეიძლება გახსნილები ნებისმიერი პარტიისთვის, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, უცხოეთის გამოცდილება. ეს აუცილებელია. ჩვენ აუცილებლად ახალი ველოსიპედის გამოყენებას არ ვაპირებთ. ჩვენ არაფერი არ გვჭირდება. ბევრი უბრალოდ მაოცებს ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ექსპერტის სკეპტიკური დამოკიდებულება. რა საჭირო იყო დასაქმების? თუ კიდე დუდამარხეთ სამინისტროს, თუ კიდე დაარქვეთ სააგენტო. ჩვენ მეუთხარი პრემიერ-მინისტრს, ჩვენ ვიმუშავებთ როგორც ბიზნეს კომპანია. ერთი ბიზნეს კომპანია, რომელიც HR-ის მიხედვით კიდევ ერთი ბოლო რამე მაპატია. მოკლედ და შემდეგ ბატონ ლევანი. მე ძალიან მაყოფილი ვარ, მე არ ვიცოდი. საკმაოდ არსებობენ ძალიან ჭკვიანი ხალხი HR-ში. მე შევხვდი თითქმის უყალას, ვაგზელებ შეხვედრებს და მე მინდა რომ ჩვენი სამინისტროდან გადაიქცეს ერთი დიდი HR, დიდი კომპანია, რომელიც მართავს საქართველოს რესურსებს. კარგი, ბატონ ლევანი. ერთი რამე მინდა თქვა, რომ 8 წელია, ახლა ბატონ პატარაშუაშია მაინც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის ადამიანია, რომელიც ადამიანი ასაქმებდა. გასაგებია რომ ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს დაახლოებით ეგრე ვართ ბატონ პატა. მე და თქვენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს თამაში, რომელსაც თქვენ უწოდეთ, მართლა იმ გაგებით თამაში იყო, რომელსაც შეიძლება რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და მართლა თამაში იყო ეს 8 წელი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებდა, იმიტომ რომ მე ახლა ოფიციალურად თქვენ სტატისტიკის არ გჯერათ და მე თქვი რომ ძალიან ტოტალიტარული ქვეყნის მენტალიტეტია, რომელიც ამბობს რომ თუ კი რიცხვები, ფაქტები არის ჩვენს წინამდე, მით უარესი ამ ფაქტების რიცხვებისთვის და სტატისტიკა ისეთია რომ 2007 წლიდან დღემდე არის 20000 სამუშაო ადგილი დაკარგული. სტატის მონაცემებით 20000 სამუშაო ადგილი, 5000 დასახლებული პუნქტია. მაპატიეთ, მაგრამ 2007 წელს კრიზისი დაიწყო და ეხლა მაგაში მართალი ვერ დაგეთახმებით ეკონომიურ საკითხებს დაუბრუნდეთ ეხლა ეს არის 5000 სამუშაო დასახლებული პუნქტია საქართველოში. რომ გავყოთ საშუალოდ ეს არის ყველა დასახლებულ პუნქტში ძალიან კონკრეტული 4-5 ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამუშაო. აბსოლუტურად კონკრეტული კრიზისი და ომი აბსოლუტურად კონკრეტული ადამიანები. ამიტომ მოდი თუ შეიძლება მიკროფონში ვატყურო. ესე იგი მეორე რთული ეს არის სამუშაოს რას ვეძახით. აქ ლაპარაკია ადამიანები, რომლებიც დაქირავებენ, მათ ლაპარაკობ ძალიან კონკრეტულად, ეს არის დაქირავებით, შრომით დასაქმებულები და არა თვით დასაქმებულებზე სტატისტიკა, დაქირავებულ ადამიანებზე, რომლებიც სამუშაო ჩვეულებრივი პროცესია სტრუქტურაში. ამიტომ ჩვეულებრივი პროფესია სამუშაოს დაკარგვა. სამუშაო შოუ. სამუშაო ადგილების კლება შეიძლება ჩვეულებრივი არა ძალიან ტრაგიკული ადამიანები. დიფენდენტზე, რომელიც სულ დამოკიდებულია, გასაგებია. როცა 3 დაკარგავს და 10 იშოვის, თქვა დაქირავებულ შრომას, ეს კარგია, მაგრამ როცა 3 კარგავს და 1 იშოვის, ეს ცუდია. მოტივაცია არ აქვს, ჩვეულის ცოდნა არ აქვს. ნუ დაკარგა. ხო და ვერ შეულობს. ამიტომ ამაზე ლაპარაკობდი, ბატონ პატარა, დაკარგა, 4 წელია საუბრობ ვერ შეულობს. პარლამენტში და პრეზიდენტი გონოდა რა საჭირო ეს ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად კვლევა, ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად და შემდეგ.
რატო ვერ შეულობს? მე სხვა ერთ ძალიან კონკრეტულ შეკითხვას გეკითხებით. დაკარგა გავიგეთ, ცუდია. რატო ვერ შეულობს? არა, ეს ცოტა სხვა თემაა. არა, ეს აუცილებელი თემაა. ეს არის თემა. ეს არის, სწორედ მაგაში უნდა დავეხმაროთ, რომ ის შევოს, თორე ეს არის დაკარგა. რა გეუბნებით, რომ სახელმწიფომ ჯერტი არაფერი აკეთა ამ წლების განმავლობაში, რომ ეს სისტემა შეიქმნა, რაზეც ახლა ბატონი პატა საუბრობს, რაზეც ჩვენ საუბრობთ. კომერსანტს ნახდა ჩემიქნა ის სისტემა, რომ 5 ადამიანი დავასაქმე. ნამდვილად ვერ შევიდით, იმიტომ რომ არ არის. ნამდვილად ვერ შევიდით, ნამდვილად, იმიტომ რომ 5 წლის წინ რომ ეს სტრუქტურა შექმნილიყო და ნორმალურად დაეწყო ფუნქციონირება, შეიძლება 5-დან 3 დღეს გეშოვნათ. დღეს შეიძლება გაგიჭირდეთ, იმიტომ რომ 5 წელი დაკარგულია. ლევან, ობიექტურად ეს 20 წლის სამოქალაქოები ვერ დაწყებულიყო ჩვენთან, ალბათ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში. ბატონო, მაგრამ როცა იყო შანსი 2007-8-ში რაღაცა დაგვეწყო, რასაც ახლა ვაკეთებთ, შეიძლება სხვაგან ყოფილიყავით დღეს ათვლის წერტილი. იმიტომ რომ მაშინდელი ბატონი ზურა ახლა იტყვის ცოტა გასაუბრებელ მოსაზრებას, მაგრამ ნეოლიბერტარიანული ხედვა რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს არაფერში. არანაირი მექანიზმი მაჩვენებს რომ ბაზარში ულტრალიბერალიანული მიმართულების სახელმწიფოებში ყველგან არსებობს დასაქმების ან დეპარტამენტი, ან სააგენტო, ან სამინისტრო, ან ყველგან. ანუ ჩვენ კიდევ უფრო ფუნდამენტალისტი ლიბერალიანები. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი საუბრობს იმ თემებზე, რაზეც მთელი მსოფლიო ეუბნებოდა საქართველოს, მათ შორის ადგილობრივი ექსპერტები. მე მივესალმები თუ მთავრობა აი ამ კურსს შეცვლის და თავს დაანებებს რაღაც დიფირ ამბების მღერას ნეოლიბერტარიანებზე და ბაზრის თავისუფლებაზე და ბაზარმა რომ უნდა დაარეგულიროს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს შეკითხვა მიჩნდება და პასუხსაც გავცემ კოლეგას, სად შეიძლება რომ იშოვოს და რა გამოვტოვეთ ჩვენ GSP Plus-ი თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რა რაოდენობის პროდუქციის გატანა შეეძლო საქართველოს და წარმოება და გატანა შეეძლო და რის გამო დავკარგეთ. აი ეს შესაძლებლობა დაკარგა ქართველმა მეწარმეებმა, რომ ეს პროდუქცია ვერ გაიტანეს ევროპაში. იგივე, ესე ვთქვათ, კვოტებით, იგივე, ესე ვთქვათ, რეგულირების სისტემებით, გადასახადებით არიციან. რა გააკეთა სახელმწიფო? ერთი წუთით. რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს ცოდნოდათ. შექმნა თუ არა ლაბორატორიები, როგორც მინიმუმ, ერთი ბიზნესის ინფორმირება, მეორე ლაბორატორიები, რომელიც აი ამ პროდუქციის ვარგისიანობას და იმ სტანდარტებს დაუქვემდებარებდა, რომ ის ევროპულ ბაზრებზე შესულიყო. მეორე, ჩვენ ვაპირებთ თუ არა თქვენთან მაქვს ეს შეკითხვა, ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ თქვით და მივესალმები თუ არ აპირებთ თუ არა იმის გაკეთებას, რომ რაციონალურად ეკონომიკა რის შესაძლებლობასაც იძლევა, აი მის გამოყენება რომ შეგვეძლოს. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნა, ისე როგორც ახლა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ხალხს ქვია დასაქმებული და თან კიდე იქით ვაყვედრეთ, თქვენ დასაქმებული ხართ და რატო ტას არ უკრავთ და რატო არ გიხარიათო, როცა ეს ხალხი ბარისა და თოხის ანაბარად ავტოვეთ და საბანკო სექტორმა წურბელებივით იმასთან ამოწოვა სისხლი და მიწები აქვს ჩადებული და ზოგს კიდე ტურიზმში ბიზნესები აქვს ჩადებული და სახელმწიფოს ეს უნდა ერეგულირებინა თუ არა, ესეც კიდე ცალკე თემაა, მაგრამ ის რაც დღეს არის აი ამ ველური სტანდარტებით დაკარგული სამუშაო ადგილები შეიძლება ითქვას, როცა ერთი ადამიანი 16 საათს მუშაობს 8 საათის მაგივრად, როცა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ხდება, იგივე კრედიტებთან დაკავშირებით მისი შეღავათები და ასე. ჩვენ მინიმუმ 172,000 სამუშაო ადგილი გვაქვს აქ საქართველოში, რის შესაძლებლობასაც ეკონომიკა იძლევა და მხოლოდ ხალხი დაუსაქმებელია, იმიტომ რომ აბსოლუტურად იგნორირებულია დასაქმებულთა ფენა, აბსოლუტურად იგნორირებულია ის უფლებები და სტანდარტები, რომელზეც მოგახსენებთ ახალი ველოსიპედის შექმნას თუ არ ვაპირებთ, აი აქ არის გაწერილი, როგორი უნდა იყოს დასაქმების სამსახურები, რას უნდა აკეთებდეთ. ისინი მათი უფლება და დამოუკიდებლობა და ის კი არა ზეპირი ხელშეკრულებები ქონდეთ დასაქმებულებს აი ამ სექტორში თქვენს ის პრობლემაა, რომ ხალხს ზეპირი ხელშეკრულებები აქვს, ერთიანი ხელშეკრულებები აქვს, ორთიანი ხელშეკრულებები აქვს. ბოდიშ გიხდით. ბოლოს თქვენ ბატონ პატა მანამდე. როდის ამთავრებს? როდის ამთავრებს? კითხულობ. რომელზე ამთავრებს? 7-ზე იწყებს, დიახ. 4-ზე 5-ზე ამთავრებს. მიკროფონში თუ შეიძლება არ ისმის თქვენ. ადამიანს იქ დასაქმებულს რჩება 8 საათამდე, 10 საათამდე. ეხლა ნახეთ ჩვენთან როგორ იწყებს ისა. 10 საათზე იწყებს. შორს წაგვიყვანს ეს საუბარი, ბოდიშვილი, ქალბატონ ნინო, რაც შეიძლება მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა. დალე ბოდიშვილი არის მის თქვენი.
თქვენი ხმა არის აღიარებული სტანდარტების მადლობა გიპასუხებთ ბატონი ბატაბოლოს კაბატონი ბიზნეს გარემოზე ანუ ამ ბიზნესმა რეალურად უნდა შექმნა სამუშაო ადგილები და მე მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ წლების განმავლობაში კორუფციისა და ასე ვთქვათ მეგრთამეობის და ასე შემდეგ ბრძოლა საკმაოდ წარმატებით განხორციელდა მე მგონია რომ ამ ქვეყანაში უკვე უნდა დასრულდეს ეს ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა ბიზნესისადმი იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ ამგვარი მიდგომები აღმატებული ჯარიმები იქნება სასამართლო გადაწყვეტილებები უბრალოდ რაღაცა ძალიან მარტივი დანაშაულებისთვის რომელიც ითვალისწინებს სრულიად ამ ბიზნესების გაჩერებას და ასე შემდეგ ვფიქრობ რომ შემდგომ უკვე მომავლისთვის ბიზნესში ძალიან ძნელად მიდის ეს სიგნალები რომ ეს გარემო გათავისუფლდა და გაუმჯობესდა ამიტომ მიმაჩნია რომ სახელმწიფო არ უნდა გამოდიოდეს ბიზნესის კონკურენტი სამუშაო ადგილების შექმნაში მოკლედ რაც შეიძლება ბატონ შტეფანის შემდეგ ეს საერთოდ გაუგებარია ბატონ პატა გეკნება საშუალება უპასუხოთ ბოდიში ვიხდით მოусმინოთ თუ შეიძლება ქალბატონო ნინო ბოდიში ამდენიმე კომენტარის გაკეთება არის მის თქვენი ხმა არის მის თქვენი ხმა ბატონ ზურას მოусმინოთ ერთი ბატონმა ლევანო რაც ახსენა კი ეს კლება ნამდვილად არის მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ კლება მოხდა ყველგან მთელ დედამიწაზე სოფლიო ფინანსურ ეკონომიკურ შეეხო ყველას ჩვენ პლუს ამასთან ერთად გადავიტანეთ ომიდან ხო 20000 სამუშაო ადგილი დაიკარგა ცუდია ცხადია მაგრამ ეს გამომდინარეობდა რაღაც სხვა ფაქტორებიდან და არა იქიდან რომ რაღაც არასწორი პოლიტიკა გავატარეთ ეს არის ერთი მეორე რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ჩარევას ბაზარზე და დასაქმების ხელშეწყობას ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი რამე რომ სახელმწიფო თავი გაანებოს საერთოდ ბაზარს არანაირი ფულის ხარჯვა სახელმწიფოს მხრიდან გადამზადებაზე იქნება თუ პირდაპირ ფულის ხარჯვა რომ დაასაქმოს ხალხი ეს ყველაფერი ეკონომიკურად არის არაეფექტური და არასწორი და ნებისმიერი კაპიკი ნებისმიერი ლარი რომელსაც დახარჯავს სახელმწიფო რაღაც ადგილის შესაქმნელად ეს არის მოკლული ადგილი კერძო სექტორში მიუხედავად იმისა ეს ლარი დაიხარჯება პირდაპირ ხელფასად ვიღაცის თუ დაიხარჯება ვიღაცის გადასამზადებლად იმიტომ რომ ალოგიკურია რომ ვიღაცა მე ვიხადო მაგალითად გადასახადი იმისათვის რომ ვიღაცამ რომელიღაცა ბიზნესისთვის მომზადდეს კადრები დახარჯოს იმ ბიზნესს ერთად ბარემ დავასრულებ რა არსებობს გაიზეთ გაგება სოლიდარობა რომელიც ცოტა სხვა ღირებულებით ნაწილია და ბატონ პაატასთვის არის ბატონ პაატას გასაგონად ვამბობ ამას რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ დღევანდელი და გავაუქმოთ ეს ბაზარს მაშინ ხო თქვენ ჩვენ ეს გავაუქმოთ რადგან არის სპილი და მაინც მუშაობს ეხლავე გორჩა ვინდა რომ კარგი ფუნქცია რა შეიძლება გქონდეს დღევანდელ ჩვენ შრომის ბაზარს აქვს საფრთხე რეალურად ეს საფრთხე მომდინარეობს არა მხოლოდ ბატონ ირაკლის ორგანიზაციიდან და ასეთი ტიპის ორგანიზაციებიდან არამედ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ეს არის საფრთხე რომ ჩვენ ბაზარზე შემოვიდეთ ბევრი სხვადასხვა რეგულაციები მათ შორის აღიარებული საერთაშორისოდ რომლებიც ჩვენთვის ჩვენი ბაზრისთვის ნიშნავს რომ უმუშევრობის დონეს კიდევ უფრო აამაღლებს ნებისმიერი ახალი რეგულაცია რომელიც შევა შრომის ბაზარზე დავარქვით ამას რაღაცა უსაფრთხოების ნორმებს თუ რაღაც სხვადასხვა რაღაცებს მნიშვნელობა რა ეს ნიშნავს რომ უმუშევრობის დონე ჩვენთან გაიზრდება ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად ამიტომ რადგან ბატონ ირაკლი ლაპარაკობს ეხლა რომ ეს საერთაშორისო ნორმები უნდა მივიღოთ ეს სინამდვილეში ნიშნავს რომ ჩვენთან უმუშევრობა გაიზრდება ახლა ბატონ შტეფანს თუ არ მივეცით სიტყვა ეჭვმა თავიდან დაიწყება ყველაფერი არა ერთ შეკითხვა მაქვს ამ ნორმებს თუ არ მივიღებთ ამ გადაცემას ქვია ევროპული არჩევანი ევროპული არჩევანი გულისხმობს ამ ნორმების მიღებასაც და ბატონ ზურაბაში სხვადასხვანაირი ნორმები არის ყველგან დახუჭვას გაღებას და შვეიცარიაში ევროპაში არის სხვადასხვანაირი ნორმები ყველგან ევროპაში არის დახუჭვას გაღებას და შვეიცარიაში აღმოჩენას ბატონ შტეფან მე ევროპაში ბევრი მოსაზრება მოისმინეთ და თქვენი ასე შეჯამება და დასკვნა გითხრათ და შემდეგ ბატონი პაატა და ბატონი ოთარი the most interesting thing for me is ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემთვის გახლავთ ფაქტი Georgia as a country with relatively ქვეყანა რომელსაც clear structure შედარებით ნათელი სტრუქტურა სადაც მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთს ხდება და სად არის აცდენა აი ამის employment high on the agenda აი ამის გათვალისწინებით რა თქმა უნდა დაქასაქმება უნდა იყოს ეს ესეთი ძალიან სერიოზულ ადგილზე და დაინტერესებული მხარეები უნდა ერთად უნდა იყოს თავმოყრილი დამსაქმებლები დასაქმებულები პროკავშირები ამათ უნდა შექმნან სტრატეგია რომელიც and შეიტანს თავისუფლს სამუშაო შრომის ფლების დაცვაში ხარისხის სტანდარტს თვალსაზრისით იმისთვის რომ ეს მიწოდება მოთხოვნის გარღვევა შეივსოს იმიტომ რომ მოაძიებელ შეუძლია სხვა ქვეყანაში ეძებოს
დასაქმება და ეს წყვეტა ფაქტიურად ის რომ ადამიანი ეძებს სამუშაოს და პოულობს სამუშაოს მაინც და მაინც არ არის რომ ყველაფერი აქ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში შეიძლება ეს სხვა ქვეყანაში აღმოჩნდეს და პირიქით სხვებით შემოვიდნენ აქ და უფრო დაბალი ესე ვთქვათ პირობებით იმუშაოს აქ. ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ არსებობს მინიმალური სტანდარტები, შრომითი უფლებები, რომლებიც უნდა აღსრულდეს იმისთვის რომ შრომითი ბაზარი საქართველოში გახდეს მიმზიდველი საკუთარი მოსახლეობისთვის პლუს მზარდი სტიმული რომ სამსახურში იყოს აყვანილი პიროვნებები ამ პირობებში. ჩვენ პროგრამები გვაქვს სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვის სფეროში, მაგრამ ახალი დამწყებების მოტივირება ხდება აი იმ პირობებით, რომ დაიქირავონ სამსახურში ახალი თანამშრომლები და მართონ ეს ბიზნესი როგორც ახალი რაღაც ბიზნესები და ასევე მნიშვნელოვანია დასაქმებულები, ესე იგი ახალი თანამშრომლობისთვის და ეს გახლავთ სტრატეგია, რომელიც ფაქტიურად აი საშუალო დონის პრობლემებს გადაწყვეტს, ჩემი თვალსაზრისით ეს მომაგვარებს. ბატონთან და შემდეგ ბატონ პატა თუ გსურთ გამოთქვათ მოსაზრება და შემდეგ თქვენ დაასრულეთ. გასაგებია ჩვენ დღევანდელი საუბარი ძირითადად კონცენტრირებული იყო წარსულზე და იმ წარსულიდან დანატოვარზე, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ არაფერი არ გითქვამს იმის თაობაზე თუ რას გვთავაზობს ახალი კურსი, ახალი ხელისუფლება ამ დარგში უпроსტად მისთა კაბინეტი, ვინაიდან პრაქტიკულად სახელმწიფო განაცხადა, რომ წარსული ჩაბარდა წარსულს. შექმნილია თითქმის ყველა პირობა იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. ეს იქნება მცირე საშუალო მეწარმეობა და დასაქმება წარმოწეულია პირველ პრიორიტეტად. ჩამოთვლილიც კი სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება შეიქმნას და ამავე დროს ხაზგასმულია, რომ სამუშაო ადგილი ეს არ არის ფიზიკური ადგილი, სადაც ადამიანი მუშაობს. მას გააჩნია თავისი უფლებები, მას გააჩნია თავისი ცოდნა, ეს იქნება პროფესიული ცოდნა თუ ეს იქნება საერთო ცოდნა და მას აქვს ურთიერთობების გარკვეული სტილი გარემოსთან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამაზე კონცენტრაცია უფრო მეტ სარგებლობს მოგვიტანა ჩვენ მომავალში იქნება ასეთი დისკუსიები თუ სად შეიძლება როგორ ვეშოვოთ ის 5 ადამიანი. მე ექიმი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რომ ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდები ხოლმე როდესაც დამირეკავენ თუ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტია საჭირო იმ 20,000 ადამიანის შორის რომელიც მე მახვევია გარშემო. ჭირს ბატონებო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ აქვს. ჩვენ არ გვაქვს სამუშაოთა აღწერილობა, არ გვაქვს რამდენადაც ვიცი სტანდარტები, მე არ მაქვს ურთიერთობების სტანდარტებზე საუბარი. არ გვაქვს სტანდარტები, ჩვენ არ გვაქვს ხარისხის კონტროლის სისტემები. გქონდა ეს სულ ყველაფერი, მაგრამ რაში გამოგვადგა? იყო კანონი, იყო დასაქმების სააგენტო, იყო თითქმის სამინისტროს მსგავსი სტრუქტურები, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიერა და პრაქტიკულად არაფერი არ მოგიტანა. ეს ახალი რეალობა გვაქვს ჩვენც. ეს ახალი რეალობა არის დამიზნებული სწორედ დღევანდელი და მომავლის ბატონ პატა, ვიცი რომ ძალიან ბევრია სალაპარაკო, მაგრამ იქნებ მოკლედ ჩაადიოთ, რომ ამ ახალი რეალობიდან ვისმენთ და კიდევ ერთხელ წვუნდები. უსმენთ ყველას და კიდევ ერთხელ წვუნდები, რომ ის, რასაც ჩვენ ახლა ვიწყებთ, სრული ბაზის შექმნა, ეს არის აუცილებელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სრული ინფორმაცია უნდა გქონდეს, სრული ბაზა უნდა გქონდეს, რა ხდება საქართველოში უმუშევართა და სამუშაოთა მაძიებელთა მხრიდან. პირველი. მეორე ის, რომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი, აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ თქვენ დავგდეთ პატივს და ისე მოგვიწევთ. ძალიან მე პირდებით თქვენ როგორც ჟურნალისტ, რომ ყველა ჟურნალისტ საქართველოში მივაწოდებ მაქსიმალურად საინტერესო ინფორმაციას, ძალიან ბევრი საინტერესო ჩადაფიქრებია, მინდა ბატონ ირაკლის გავცე პასუხი უბრალოდ მე პირადად მე თვითონ ვარ საკმაოდ მემარჯვენე და მიმაჩნია რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბევრ რამეში, საერთოდ სათბურების შექმნა რომელიმე დაწესებულებისთვის ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ სათბურში გამოყვანილი ნებისმიერი პროდუქტი მე ფუჭდება სიცივამინჩი და ჩვენი ეკონომიკა და საერთოდ სოფლიო კრიზისებით არის სავსე და კრიზისში უნდა იყოს ძლიერი. საერთოდ მე მიმაჩნია რომ უახლოეს ხანებში ჩვენ დავდებთ ანალიზს და ის ანალიზი დაგვანახებს იმას, რომ ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ, ხო? დახმარება რას ნიშნავს? არავით არის სამუშაო ადგილების შექმნა, არავით არის კონკურენცია ბიზნესთან. პირიქით, ბიზნესისთვის ხელი შეწყობა, რომ ბიზნესმა ერთი მხრივ შექმნა სამუშაო ადგილები, ხოლო მეორე მხრივ
უმუშევრობა სამუშაოს მაძიებლებმა რაც შეიძლება სწრაფად გაიგონ ის რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და ერთმანეთთან გადაბატა ისე გამოგიდროს სახელმწიფო სამუშაო ადგილები არ უნდა შექმნასო და მეგონი რაღაცა ისე ხო პატარა რეპლიკა ცოტა ისე გამოგივიდა და სახელმწიფო არ უნდა შექმნას ხო ბიზნესმა უნდა სახელმწიფოც უნდა შექმნას და ბიზნესზე თქვენ რო სამუშაო ადგილებს ქმნიდით სახელმწიფო ქმნიდა იმიტომ რომ ფულს სახელმწიფო გიხდიდა თქვენ მაგალითად თქვენ გასიძახით სამუშაო ადგილის შექმნას მოდით ამაში გავაკეთოთ დიფერენცირება იმიტომ რომ რა თქმა უნდა სახელმწიფო დაკვეთები ქმნის სამუშაო ადგილებს მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო კომპანიები მე ამის წინააღმდეგი ვარ მე ვიძახით უბრალოდ ძალიან ბევრმა მანამდე გაიგო სახელმწიფო როცა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციას ახდენს ბევრმა ჟურნალისტმა გაიგო რომ Jobs G რომელიც იყო დაეწერებოდა Jobs Gov G. არავითარ შევთხოვა. გასაგებია. პატარა რეპლიკა და დავამთავრებთ ამ გადაცემას. ევროკავშირის წარმომადგენლის მოსაზრებაზე მინდა რაც რეპლიკასავით თქვა რომ მან ახსენა სწორედ აი შრომის სტანდარტები და სადაც რეგულაციები რომელზეც სწორედ მე ვსაუბრობდი რომ ეს ჩვენთვის იქნება ძალიან ცუდი და ჩვენთვის იქნება ნეგატიური შედეგის მოდელი. ზოგადად ევროკავშირი ამ თვალსაზრისით თქვა დასაქმებას როგორ უნდა შეუწყო ხელი არ არის მაინც და მაინც კარგი მასწავლებელი. ევროკავშირის მასშტაბით დღეს საშუალო უმუშევრობის დონე არის 11%. ჩვენ არის 16-15 დიდი განსხვავება არ არის. ბრიტანეთში მაგალითად არა არის ბრიტანეთში მაგალითად დღეს საუბარი არის იმაზე რომ ჩატარდეს რეფერენდუმი რომ ბრიტანეთმა შეიძლება დატოვოს ევროკავშირი სწორედ ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ბრიტანეთს მაგალითად დაასუსტო შეასრულოს ბრიუსელის მიერ დაწესებული შრომითი რეგულაციები ხედავთ რომ პრობლემები აქვს შრომის ბაზაზე ამის გამო თუ ჩვენ გვინდა ვისწავლოთ ვიღაცისგან როგორ შეიძლება გავზარდოთ დასაქმებას შევამციროთ უმუშევრობა კარგი მასწავლებელი ამ შემთხვევაში ევროკავშირი ნამდვილად კარგი მასწავლებელი არის მაგალითად სინგაპურში და შრომის კოდექსი საერთოდ არ არის უმუშევრობა არაცდენა 2% მისი გადამოწყების ბებესს ვერაკითხავს სხვა გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ადამიანი შეიძლება რომ ბატონო ეს გამჭვირვალე ციფრები იქნება ეს ბაზა იდება გამჭვირვალედ ყველასთვის მე მაგიტომ მინდა რომ ყველას გავაგებინო ამისი მოტყუება შეუძლებელი იქნება გამიგეთ რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მე დაურეკოს და კითხოს ელემენტარულად იმას რომ მოვიდნენ მართლა იყვნენ შენთან აიღეს და ეთახმები შენ ამ ციფრებს შენ პიროვნულად არა მე გამოკითხოს კი არ გეკითხებით მხოლოდ მთლიანად აი სტრატეგია რაც იქნება უმუშევრობის დაძლევასთან დაკავშირებით ამას აპირებთ არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩვენ ყველასთვის გახსნილები ვართ გასაგებია კი ბატონო ამოიწურა ჩვენი დრო მადლობა ხოთ მოგზანდეთ ჩვენი დრო ამოიწურა ევროპული არჩევანი დღეს ამით დასრულდა ჩვენ საუბრობდით დასაქმების შესახებ და აქვე მინდა ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ბატონ გოგა ასკურავას რომელიც სტეფან შტორთან საუბარში გვეხმარებოდა მადლობთ ევროპული არჩევანი ერთი კვირით გემშვიდობებით